გამარჯობა მეგობრებო. რამოდენიმე გამომწერმა უკვე ძალიან დიდი ხანია. მთხოვენ რომ გადავიღო თამაში Friend Football, არ ვიცი. ნუ მოკლედ, კიდევ ერთი ადამიანი მე-10 დღე მთხოვდა და მე კომენტარებს ვკითხულობ მართლა, ვიცი რომ გინდა, ვიწერ, აი სკრინები. ეს თამაში შეიცავს შემაშფოთებელ სურათებს, ძალადობასა და სისასტიკეს, დაზიანებას, სექსუალურ ძალადობას, ცხოველთა მიმართ სისასტიკეს, ფიზიკურ დაზიანებებს, ფსიქიკურ დაავადებებს, მოცემციმე სურათებს, რაც მნიშვნელოვანია, ხო? და ნივთიერებათა მომხმარებას. რა მერჩიეთ ასეთი ხალხო? ეს თემები შემაშფოთებლად არის გადააზრებული ფრენის, ტრავმის განცდილი ახალგაზრდა გოგონას. ნუ ესეთი პერსონაჟის მეშვეობით გადაცემული, ესე ვთქვათ. სიუჟეტი სავსეა ფანტაზიით, უმანკოებით და გმირის დაუსრულებელი ცნობის მოყვარეობით. თუმცა თამაში შესაძლოა ზოგიერთ მოთამაშეს შფოთვაც გამოიწვიოს, ფრთხილად იყავით. ეგ უნდა წამეკითხა, რომ გააზრებული გქონდეთ რა იქნება ამ ვიდეოში. ეს თქვენ მთხოვდით, მე აქ არაფრის შუაში არ ვარ. Creepy თამაშია, ხო? Weird, spooky, მალე ხო Halloween-ია. ფაიბეკული გამიწყდა. აქ პანჯარა მაქვს და რაღაც იდეა რა, მოკლედ. ხუცე მეგონა რომ თავი დავინახე ღმერთო ჩემო, ეს თამაში, ამ თამაშის გამო ყველაფერი. არ ვიცი ვიდა თუ არავის დაწყება. გაგრძელება, მე ხوار მითამაშია. ავტო სეივინგი არის. ეს კაია, დაგჭირდება. ყველაფერი კარგად არის. მე თითქოს დაღრუბლებში ვარ. მე ვხედავ მშობლებს. მათ უხარიათ. იმათმა მოამზადეს პრეზენტი, საინტერესოა. ეს ხომ კატა, რა საყვარელია. შავი, როგორც ღამე. ეს მისტერ ღამეა. ჩემი საუკეთესო მეგობარი. ერთადერთი მეგობარი. ჩვენ ვსაუზმობთ. მე რა იყო და მე ძალიან მომწონს. დღეს პარასკევია, მშობლები სადღაც მიდიან. ჩვენ ისე ვერთობით. მუშაბათი საღამოა, მაგრამ რაღაც შეშფოთებული ვარ. პანჯრაში რაღაც უცნაური არსებაა დგასო. არ მომწონს მაშინებს. უცებ მესმის ხმა. მეთქობა რაღაც დაავადება აქვს, ხო? ეს დედა, ის ყვირის. მე მინდა გავიგო რა მოხდა. რა მოხდა? ეს მაინტერესებს. მშობლების კარებიდან რაღაც შუქი არისო. ახლოს მოვდივარ, უფრო ახლოს. Oh my god, ეს რა არის? დედა, მამა? ეს რა არის? არა, გეხვეწები. ეს რა არის? დედა, მამა? რა ჩემი ხმეხტებ? ჩემი, კაი. მადლობა რომ მითხარით ეს თამაში. ეს ხა მაკლდა რა. მე საღამოს რო ცუდად დავიძინო. სადღაც გარბის, ხო? გაიქცა ტყეში. კატა ეფერება. რაღაცას ხედავს კატა. რას ხედავს? ვინ არის? ეშინია? თუ რა ხდება? ვიღაცა მიპოვა. ვინ? ვიღაც ქალმა და კაცმა იპოვა, გოგო, წაიყვანეს. Friend, გეხვეწები, უსმინე ჩემს ხმას. 1, 2. წაგვიყვანეს ჯანდაბაში. 3. Friend, როგორ გრძნობ თავს? შეგვიძლია ვუპასუხოთ და ავარჩიოთ. მე კარგად ვარ ალბათ, მინდა მოვკვდე. მოდი პირველი ავარჩიოთ. გონი ნორმალურად ვარ. ალბათ ნორმალურად. უბრალოდ მოწყენილი ვარ რომ ერთ და იგივეს ვუყურებ. მოწყენილობა აბსოლუტურად ნორმალური გრძნობა. ის ყველაში არის. მე მინდა ვიპოვო მკვლელი. მე ძალიან მინდა გავიგო ვინ მოკლა ჩემი მშობლები. პოლიცია მუშაობს ამაზე. კატაც გაგვიპარა რა თუ რა არის? დავკარგეთ კატა. მე უნდა ვიპოვო ჩემი კატა და მკვლელი. შენი კატა გაქრა. სამწუხაროდ მას ვეღარ ვიპოვით, მაგრამ მე შენთვის რაღაც მაქვს. ხედავ მაგიდას. მან პატარა გზავნილი არის შენთვის. ის მამი და გრეისისგან არის. აიღე. ესა? საფულე? ეს დედა ჩემის ჩანთა. შეგვიძლია მეთქი გავაღებდით. გააღის. შიგნით რაღაც არისო. ნუ, წერილი. ძვირფასო prank. ეს არის თქვენი საყვარელი ჩანთა. მგონი შენ თვითონ მოგინდებოდა მისი ქონა. როდესაც შენზე ვფიქრობდი, მახსენდებოდა რომ გიყვარს საგნების შესწავლა და მათი სხვებთან შერწყმა. ასე რომ იმედი მაქვს რომ და იმის იმედით ვარ რომ ამ ჩანთას დაიტოვებ და ჩადებ შიგნით ყველაფერს რასაც გამოიყენებ. და არასდროს დაგავიწყდეს რომ კრეატიულობა შენი უდიდესი ნიჭია. სიყვარულით დეიდა გრეისი. ის ნერვიულობს შენზე. დეიდა
გრეისი. აი კიდევ ერთი მიზეზი იმისთვის რომ გამიშვათ. მაგაზე ნერვიულობის კარგად არის. შეიძლება წავალ? მართლაც. შეიძლება წავალ პალატიდან. კი შეგიძლია წახვიდე, მაგრამ ჯერ ახალი წამალი დალიეო. რომელი წამალი? მას ქვია დოუტინი. ის ამცირებს სტრესს და დაძაბულობას. და ჩვენ მზად ვართ. რამე ახალი დოქტორ დირნი? არაფერი. ისეთივე მოჩვენებები რაც ადრე. ოუ, გასაგებია. აი ფრენ შენი წამალი. ამის გარეშე არ გამიშვებენ, ხო? გაიჯანდაბას. რაღაც ცუდად ვარ. ეგ რა წამალი მოგცეს? ძალიან ქრიფულია. პირიქით ამ წამლებს რომ გვასმევენ, უფრო ცუდად ხვდებით. ო არა, წაიყვანეთ ის პალატაში. მეც ნუ აძლევთ ამ წამალს. რა ჭკვიანი ექიმები ყავს აქ რა. იმედი არ მოვკვდი. ფრთხილად იყავი ფრენ. ბოუ. არ ვიცი როგორ კითხება. ფრენ ბოუ. თუ დატოვებ გიჟურ სახს თუ რა ქვია მას, მე გიპოვი და გიჭერ. და დაგაბრუნებ ისევ სიგიჟეში. ფრენ, გაიხვიძე. წამალი დაგეხმარება რომ გაიქცე. დაგელოდები როცა მოხვალ. მიყვარხარ. ეს კატა ეუბნება? პირველი ნაწილი. სუფთა მეხსიერება. შეგვიძლია აუდგეთ ხო? ოპა, მე კიდევ აქ ვარ. ერთი არ მომწონს რომ ქრება ეგრევე. აქედან უნდა გავიქცე. წარწერები ეგრევე ქრება რა. სწრაფად და შეიძლება ვერ მოვასწრებ გადათარგმნას, ასე რომ არ მცემოთ. ანუ როგორც მივხვდი, ხო? მისი მშობლები მოკლეს, ხო? და ამის მერე ცოტათი გიჟური რაღაცები დაეწყო, რადგან საშინელება რაღაცა ნახა, ხო? რა თქმა უნდა, ტვინი ცოტათი დაკეტილია. ეს რა არის? რა ლამაზი მელოდია. საწოლი. არ მინდა, მარტო ახლა გავიხვიძე. კაი, არავინ გეუბნება. მე მივაღწევ შენს ცხვირამდე, მე მივაღწევ. ეს ჯვარი? ბედია. სიზმარში ეს თავზე არ დამეცემაო. პატარა და წითლები თქვენ ემალებით ჩემგან. წამალზე იწაღის? წითელი წამალი რო დავლიეთ. მე მეზისხება მონსტრი. ემრა. მე უნდა ვიპოვო ემრა. ემრა რა არის? მოკლედ კატას ქვია შუაღამე. შუაღამე. მე უნდა ვიპოვო ახლა. მე მენატრება კატა. ის იმალება რადგან ეშინია. მან მითხრა რომ წამალი მიჩვენებს თუ სად არის. საყვარელო მე ასე მენატრები. ეს თვალები რა არის? ჩემ ფეხები არის. იქით აქეთ რო წავიდე? საზისხრულად რო გამოიყურება გარაუშავს? აქედან შემიძლია. Oh my god, ეს რა არის? ვინ არის? Hello? ეს პატარა გიშია? Hey bro. Привет, Phil. Привет. როგორ ხარ? ყველა მეუბნება რომ ცუდად ვარ. ისინი უბრალოდ დებილები არიან. ისინი ყოველთვის ასე ლაპარაკობენ. ისინი უბრალოდ სულელები არიან. წახვალ დღეს საღამოს? წავალ თუ შენ დამეხმარები. მე ვიცი მხოლოდ ერთი. გასაღები კაბინეტშია. წავალ და შევამოწმებ. ნახვამდის. აქაც ჯვარია. იმედია ვიღაცას უყვარხარო. ოპა, ეს რა არის? შეგვიძლია ეს რა გასაღებია რაღაცისთვის? აქ რო ჩავდო? აქ შიგნით კაი. ეს რა არის? მისტერ ხისცხენი, როგორ ხარო? მეც ადრე მქონდა ლუჯი, კაბა, ესკამი. თუ დავждები მე მაინც მომიწევს, რო აუზგე. კაი, აქედან, რა თქმა უნდა დაკეტილია. აქეთ ვერ გავალთ, აბა იმ მხარეს რა იყო? აბა აქეთკენ. პალატა. ჩემ ფეხები რიგზე არისო. აქეთ რა არის? ცარიელი ბოთლები, ცარიელი ჭიქა. კაი და აქეთ. საინტერესოა. რას წერს? ალბათ ეგთანი არ მომცემს უფლებას რომ რაღაცას შევეხო. ვიცი რომ ეგთან სულ აქვს წამლები, მაგრამ სად? შეგვიძლია დაველაპარაკო. გამარჯობა ფრენ. კაია რომ გაიღვიძე. რამდენი ხანია მეძინა? შეიძლება 3 დღეო. ესე მოქმედებს ის წამალი? ეს წამლების გამოა? კი, მაგის გამოა. ამიტომ აღარ მიიღებო მეცო. მაგას არ ვეტყვი, ჩემმა კატა მითხრა რომ მივიღო. კარგი, არ გავაკეთებთ ისე რომ ვითომ გიში ვარ. აქ გავიხედები. რა ქრიფულად გამოიყურება, თითქოს და ვაფშე არ სძინავს. პარკი ცუდი აზრია რომ გავიპარო. კაი. ანუ სადღაც აქ უნდა ვიპოვო? გამოდის თუ აქეთ. აქ დაკეტილია. აქ დაკეტილია ვარსა. ეს საბავშვო პარკია? შეიძლება ვიღაცა ცდილობს აქედან გადახტესო. თითქმის არაფერი არ ჩანს. კაი, პარკი უკვე ვნახეთ. შეიძლება იქნებ გაქვთ რაღაც სხვა საქმეები სხვა თეხებში? ფრენ, ვერ ხედავ, მე ვმუშაობ. კაი, აბა რა შეგვიძლია აქ გავაკეთოთ რაღაც? მე ხო გასაღები მაქვს. შეიძლება შემიძლია რაღაც დავარდა. გავაფუჭეთ. ეხლა შეგვიძლია გარეთ შევხედოთ.
უკვე ვიცი აქ რა უნდა მოხდეს. Короче, აქედან უნდა გავიპარო, მაგრამ უსაფრთხოების სამსახური არისო. იმასთან ფანჯრები ქონდა? აქ არ აქვს ვაფშე ფანჯრები. მაინც ეს თუ დაკეტილია, იქნებ ამას გამოვიყენებ. არა. იქნებ აქ, ნახეთ, აი ესე გამოვიყენოთ. აქეთ. იქნებ ამას გავაღებ. ეს გავახეთ. რაღაც ამოვიღეოთ, რა მოვიღე? სურათიც. ალბათ დედა, ეს დედამისი, მამამისი და ეს ალბათ დეიდა. რა ვიღე კიდე? მის გამოყენებაც შემიძლია სადღაც. სად ოღონდ? ეგ რო ამოვიღოთ. ზოგჯერ სათამაშოები უბრალოდ არ მუშაობსო. აბა რა სად შემიძლია? მაინც აქ რა წერია, ეს ხო არ წამიკითხია. სამედიცინო ისტორია ვიპოვეთ. პაციენტი ოსვალდის ფსიქიატრიულ კლინიკის მახლობლად ფსიქოზის ნიშნებით იპოვეს. ბოუ აგენჰარტების ოჯახის ტრაგედია. დეტალები არ არის მოხსენიებული. მკურნალობა. დოქტორმა მარსელ დირნმა სხვადასხვა მედიკამენტები სცადა, მაგრამ გვერდითი მოვლენების გამო მათი მიღება შეწყვიტა. აბა ეს სად შემიძლია გამოვიყენო? ესე არაო, აქ არაო. მე რა ვიცი, იქნებ ამასაც არ შემიძლია. რაღაც სხვა არის საჭირო. კაი, შეიძლება მოთახში დაგვჭირდება. აქ შემიძლია გავაღო? არა, აქ არ გამოვაო. აზრი მომივიდა, რომ ამას ჩავიცმევ პერანგს, თითქოს და საგიჟეთიდან გამოვედი. კაი აზრია. შემიძლია? აქ არაო. იქნებ აქ. ვერ ხვდები ხალხო. იქნებ აქედან შემიძლია რაღაც. ეხლა მივხვდი. ეს და ეს უნდა მაიცა. არ ვიცი მაგასთან რა გავაკეთე. მარც მე არ ვიცი ხალ. ეგთანო რაღაც მოხდა. რა მოხდა? ის საკიდი ჩამოტეხეო. შემთხვევით გავაფუჭეო. პანჯარაში მინდა და გამიხედა, მაგრამ შემთხვევით ჩამოტეხე. ნუ, შემთხვევით. შენ გააფუჭე, მე კიდე უნდა შევასწორო. წამოდი. აქ რო გამოვიყენო უცებ. რაღაც აკლია. რაღაც კრიჩოკი ხომ არ გინახია. კი, მოვტეხე მე. არაფერი მინახია. არა მის მე არაფერი მინახია. მაინც საწავიდა. აქ ხარ შევიდა. საწავიდა. აქ რო გამოვიყენო ახლა. აგე. ყოდი? რაღაც ჩაკეტილი არის. განივი ვიპოვე. ეგთანს რისთვის ჭირდებაო ეგ? ეს რა არის? სიგარეტი? არ ვიცი, მაგრამ ავიე. Friend Boa ჩვენს ეწერდა რაღაცას. პაციენტს მთელი დროს ძინავს. ის იღვიძებს მხოლოდ იმისთვის, რომ დალიოს, მაგრამ არ მგონია, რომ ახსოვს. წყალს დალევს და ისევ იძინებსო. უკვე 3 დღეო არავისთან არ საუბრობდა. 3 დღე რო გავაო, ისევ მეკითხება, შემიძლია თუ არა იმასთან ვითამაშო. ვის ბეფევე გავიქ. ას უნდაო ჩვენი მოკლა? დავტოვებ როგორც იყო. კაი. ანუ გვაქვს ეხლა აი ეს რაღაცა. კოდი გვჭირდება და ეს? ეს პლასტირებია, ზანტავიკები. ეს ხო არ არის კოდი ერთი წამით. მაინც უნდა გადავუღოთ და ეხლა რო ვნახოთ, აბა, მაინცა H-ო, H 8 წერია. 8, მერე აი 9, მოეჭველი ესეა, ეს 4 და A5. ასეთი მარტივი ყოფილა? წამალი. ვაუ. კაი და შემდეგ რა? რაღაც პლასტერები გვაქვს კიდევ. როგორ გავიპარო? და რო დავლიო? ეგრორი. შეგიძლია დაინახო. ვაიმე, ამას რაღაც ჭირს. რატომ იყურებ ასე? მაშინებ, მაიცა აქაც შეგვიძლია. ეს ვიყავი, მე არა. ეს ვინ არის ქალია ვიღაცა? ჰელ, ამ თამაშის მერე ამ საღამოს ნამდვილად ვერ დავიძინებ. ეს ჩემი თავია? მამაცი, დამიბრუნე ჩემი თავი. წადი ჯერხეთში. ვინ გააკეთა ეს? დაბლა შემიძლია ჩავიდე? არა, ვითარ შემთხვევაში. თქვენ ვერ ეტყვით მას ვერაფერს, მაგრამ მან უნდა იცოდეს, თქვენ არ შეგიძლიათ ამალოთ ეს მისგან. გრეისი? ვინ არის? დედამისი ხო არა? თუ ეს დეიდაა მისი ხო? მიზეზი აშკარა არისო. გრეის. არა ეს ასე არა. მე მინდა წავიყვანო სახლში ახლავე. ვიღაც ბიჭორჩუნებს ღურებში. არ შეიძლება. ფრენის ფსიქიკური მდგომარეობა ჯერ არ არის სტაბილური. თქვენ მას ვერ ხვდებით. ის განსაკუთრებული გოგოა. ფაკ, იცავ აგუგძივა რა არის?
ამ დოქტორს არ აქვს სული. დღეს საღამოს რაღაცაო რა ვერ გავიგე. ვაკ. ეს მაგის სულია აი ამ ხალის. წადი საშინელი არსება. გამარჯობა ექტანო. იცის ხელი. ვაიბე. წადი ფრთხილად. სად უნდა წავიდე? რაღაცავია. ბოდიშითო. ექტანო ეგ უნდა დამჭირდეს. Creepy. ამის მე როგორ დაიძინებს ა? საწოლში. სად გაქრა კლოუნი? არ ვიცი და არ მაინტერესებს არ მინდა მაგის გაგება. ეს What the fuck? რა ხდება? შემიძლია ხდება. არა დაკეტილი არის. ეხლა შემიძლია რაღაცა ჰოპა. იქნებ პლასტერი გამოვიყენო. არა? იქნებ ეს. არა. და ეს რო ამასთან ესე ხდება. აბა გაიღო. ფრენ მოიცადე. დღეს აღამოს წახვალ? მე უნდა ვცადო ვიპოვო მისტერ შუაღამე. ნახვამდის. ნუ და კაი. Oh my god. ეს რა ჯანდაბა იყო? სწავლების გამო მესისმრებ თუ კიდევ ერთი ვიღაცა იმე. Привет. შენ მათ ხედავ ხომ? რა? ვინ უნდა ვნახო? არსებები რომლებიც ყველას დასდევენ. ჩრდილები? ჩრდილებზე იცახი? კი, მე მათ ვერ ვხედავ, მაგრამ მე ვიცი რომ აქ არიან. იცი ვინები არიან? კი, ალბათ. მომიყევი გეხვეწები? გინდა დავხატოთ, მიყვარს ხატვა? არ უნდა წავედი. წავედი. ეს ლოგინი ისეთი ვარდისფერია. პაციენტი უცნობისგან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა და კინაღამ სიკვდილი განიცადაო. Oh my Jesus! ინციდენტმა სმენითი ჰალუცინაციები და აზროვნების დარღვევა გამოიწვია. ნუ, გასაკვირვი არა რატომ მე თო ჩემო წუხვარ კიდევ ერთი კლოუნი. კლოუნები რატოა? აი ასეთ კლინიკებში რატომ უნდა იყოს რაღაც კლოუნები, რომელიც უფრო გაშინებს? შეხედე, წითელი მარიონეტკა და კიდე რაღაცაო, რაღაც სათამაშოები, ბლა ბლა ბლა. მოკლედ, ტუალეტში შემიძლია შევიდე. აქ ფანჯარაში შემიძლია შევხედო. საიდან ვიხედე? ფანჯარა არის? ტუალეტში არავინ არ არისო. არ ვიცოდიო თუ ვინმე შეეძლო დაინახა თუ როგორ ვჩვაო. მართლაც ასაშინელება. აქ რა არის? ლაბირინთი. ეს გვაკლია. ნისლი დღეს ისეთი სქელია. მაგაში დავიკარგებოდი. ლაბირინთი მანდ არ გვაძლევენ უფლებას რომ ვითამაშოთ. ოკეი. ჩავიდეთ. Oh my god. ჰაი, აქ. აი სადაც ხარ? როგორ გამოხვედი პალატიდან? კარი ხომ იყო დაკეტილი. თქვენ არ დაკეტეთ. ესე ვასწრე. მე დარწმუნებული ვიყავი რომ ის დაკეტილი იყო. მე თვითონ დავკეტე. მართლა? ზუსტად. თქვენ ხო თვითონ მითხარით რომ წავიდე და ვჭამო, ხო? მაშინ კარგიო. Oh my god. სადარი ეს არის? არა, გიგის დაკეტილია. და რაღაცით რო გავაღო? ესე, არა. კაი. აქ წამალს მე არ გამოვიყენებ, მეშინია. ეს კაბინეტია. ხელები გაწიე კაბინეტის კარიდან. Shall we have? Sir, ის გასაღები შეგიძლიათ მომწეთო. რა თქმა უნდა, მე შენ გასაღებს, შენ კიდე მაკოცე. Wait. ამ კაცს ხო არ უნდა? უკანა კოცეო შენ თავს. კაისა ვეთქვი. სავანტყოფოში თუ დავრეკავ, არ ამგონია რომ დამეხმარებიანო. ვაიმე ეს გოგო ვინ არის? აი კაკო, ჰეი კაკო რა ვახარ? კარგად ხარ? ეგ რას ნიშნავს? მე მინდა და გამეკო, როგორ გრძნობ თავს? არ გეტყვი. ექიმი გაგიხსნის თავის ქალას, თუ არ წახვალ აქედანო. მას უყვარს ტვინის ჭამა, ჩემი უკვე შეჭამა, თელ ჩემი ფიქრებით. ის შეჭამა შენი ტვინი, ის შენ სასას შეჭამს. მე მინახი ხარ ექიმის კაბინეტში მკვდარი. არა, მაშინ უნდა წავიდე. იმედი იპოვი ახალ აზროვნებას. მედი იპოვი ახალ აზრებს ნახვამდის. ნუ ნახვამდის საკეთ რა არის? მე თვითონ ჩემო ეს კლინიკა არ მთავრდება. იმდენი რაღაცა არის. რა გვაქვს აქ? შოკოლადი. გემრიელია. არ მიყვარს წარე ყავა. არც მე. დივანი იმისთვის რომ აქ ვიჯდეთ. დედას უყვარდა ყვავილების ხატვა. მე არ მომწონს ეს ნახატი თითქოს და მისტერ ოსვალდი მიყურებს. მისტერ შუაღამე აქ ხარ? ეს ბავშვი რასაშვება? Привет, ახალი ხარ? ადრე არ მინახი ხარ?
არა, შენ დაბლითა სართულიდან ხარ? კი, ისინი ფიქრობენ, რომ უკვე უკეთესად ვარ. რა გქვია? შეგიძლია მომკლა გეხვეწები? რა თქმა უნდა, ბახ, შენ მკვდარი ხარ. მადლობა, მე არ შემიძლია ვილაპარაკო, მე მოვკვდი. პრიკოლია. დათი ლიმონათი. საჭმელიავე. რის აღება შემიძლია? სალათი პირველი შეხედულებით ახალია. გამარჯობა ფრენ. როგორ გრძნობ თავს დღეს? პროსტა კარგად, მოვატყუებთ, რადგან სიმართლის თქმა ამ ხალხისთვის არ შეიძლება. მიხარია რომ კარგად ხარ. ახლა შეგიძლია წახვიდე. გამიხსნით ყვითელ კარს. არ შეიძლება ამის შეკითხვა. მგონი უნდა წახვიდე პალატაში. აი, ბადიში ბლა. მაიცა საათზე არ დამიჭერია, იქნებ და აქ შეგვიძლია რაღაცა. აქ რო შევიდეთ რა არის? მე კიდევ იღეს. თავს რა სჭირს? ეს კიდევ ვინ მოკვდა? ის არ გაიგვიძებსო. საღამო მშვიდობის სათამაშო. აქ კლუნდები რატო არიან? ჰეი, რას აკეთებ? არ მუშაობს. ღალდი არ მუშაობს. რა მნიშვნელობით? რას გულისხმობ? ფურცლები უნდა მუშაობდნენ, იმათმა მითხრეს ასე. და რისთვის გინდა ფურცლები? მგონი ძალიან ბევრი ტვინი ამოუჭრეს. ქაღალდი მაჩვენებს ნახატებს ტელევიზორში. რატო არ მუშაობს? გასაგებია, რატო არ მუშაობს? ტალღები ძლიერები უნდა იყოს. არხი გადაართე გეხვეწები. კაი, ესე? რა არის? ამაზე ხო არ გულისხმობ. მუშაობსო. ჩვენიერია შეიძლება ვნახო? არა, ეს ჩემია. თუ გინდა აიღე ფურცელი, რომელიც არ მუშაობს. რა ნაგლია, დაგეხმარე და კიდე რაღაცას ფიქრობს დამჭირდება. კაი, ავიღოთ. არ ვიცი რაში დაგჭირდება. ძალიან ბევრი ნივთი გვეძლევა. აქ რაღაცა უნდა მოვიფიქრო. ეს რომ მივცე? ეს რა ხალათია? კიდე რაღაცა ავიღე. კამარი ვარდისფერი. დესენი, არა, მეების აღება არ შემიძლია. ოკეი. დაყეთ. რაში შემიძლია ხა ეს გამოვიყენო? იქნება გავაღებ, არა? არაო. იმ გოგოსთან ხო არ იმოქმედებს? არაო. გასაღები რო ამოვიღო ესე, მაგრამ ეს ტიპი აქ დგას. აქაც ვერ გამოვიყენებ. იქნება აქაც უნდა ვნახოთ რაღაცა რა. აქ მოკლედ. შემიძლია ავიღო ეს ერთი? მაიცა ეს გოგო არ გვაძლევს. იქნებ ამას თუ მივცემ? არა? ქაღალს ვერ მივცემ? არა, არ იმუშავებსო. ამას თუ მივცემ? აქ შემეძლო გადასვლა. ვაი, მე ამ ხალხს რა ეს არ მინდა, არ ვარ მშიერი. კლოუნი არა. როგორ მოხდა? ამას რო დაველაპარაკოთ. ხელი არ შემიშალოთ, წადი მე ვჭამ. ნუ კაი. მაშინ ამას მოვტეხავ. ხელი არ ახლო, ეს ჩემი ხმალია. არ ვიცით რომ შენი იყო. ეს ვერ არის ხო? თავი დახარე და გარკვევით ილაპარაკე. მე შენი მეფე ვარ. კი აბა, შენ არ ხარ მეფე. მე ერთადერთი მეფე ვარ მთელი მსოფლიოს. თავი დახარეო. დაიკიდე. ენის უყვარს რძის დალევა როგორც კატას ენით. ღამით ამ კარტს ყოველთვის კეტავენო. უნდა ხვალამდე უნდა მოვიცადოთო, რა სისულელი არის. აქედან იგივე ჩანს. თუ დეიმანი ჭამს მაკარონს, ესე იგი გემრიელია. ეს გოგო რო წავიდე სადღაც. პრივეტ ენი, როგორ ხარ? ჩემი არ გეშინია? არა, რატომ უნდა მაშინოდეს? იმიტომ რომ მე შემიძლია გავაკეთო ჯადოსნური ქორიკები, ტრიკები და შემიძლია რომ დაგაძინო. არ ვიცით რომ შენ შეგეძლო ეგ დაჩვენო, მაგრამ ეს ძალიან საშიშია. ჯობია შენ თვითონ. მე ჯადოსნური ვიღაც არ ვარ. მე შემიძლია რაღაც ჯადოსნური ჯანდაბა მოგცე. მართლა? ვაუ. კი ჯადოსნური რაღაცა რისგან ყველა იძინებს. ეს უცნაურია, რას მომცემს? ეს საჩუქარია აიღე, ნელა. წავალი. ეს წამალი, ის კაცი რო დავაძინოთ, შეიძლება? როგორ მუშაობს ეგ? არ ვიციო. ყველაფერი მოგცა, რაც იყო საჭირო. მე ცუდად არის თუ რა სჭირს. ვერ რჩებო, არ ვიცი. სად მიდის ეს გოგო? ამ ტიპს ვერ მივცემ? ბულკში ჩავდე. მაიცა ვის შემიძლია მივცე? ამ კაცს? არა, და დამეტესტა. აბა ვის? ეს გოგო სად მიდის? ეს ბულკი ამ გოგოს რომ მივცეთ? თუ არა? არა. ვიღაცას უნდა მივცეთ, რომ დავაძინოთ. ეს გოგო სადღაც წავიდა. სად მიდის? ესე უკან მიდის.
ვერ არის გოგო არ ვიცი რა შეჭირს ამას. ეს გოგო მე დამყვება? მაიც ეგ რო დავაძინო? არა, პროსტა დაბოდიალობს, არ ვიცი რა შეჭირს მაგას. აქ რო დავლიო წამალი რა მოხდება? ვაიმე, ეს ფსკარი! იპოვე გასაღებიო. გულიებერევა. ეხლა გულიებერევა, ბას რა შეჭირს? სათვო, რასაკეთებ? მე ვიცინებ შენზე. მე დაგცი, ვაიმე. What the hell? ხალხო, ვისაც აქვს სუსტი ფსიქიკა, გირჩევთ რომ ეს ვიდეო დახუროთ, მართლა. ღმერთო ჩემო, რა არის? ვინ ჩურჩულებს? რაში გვეხმარება ის ყველაფერი? აი, ამ წამალს რო ვსვავთ. Oh my god, რა მერე? რა მოხდება? კიდე ვიღაც ხალხი ფანჯარაში. ვინ არიან? ფუ, ცოცხალი არისო. უცნაური სიგნალი იპოვა. ეს რა არის? რა ჩემ ფეხები არის? მამა არ იყო ახლოს, დედას კიდე ეკიდა. Oh my god. როდის დავტოვდება ეს ყველაფერი? ესე ქრება, ღმერთო ჩემო, ისევ წამალს უნდა დამეჭირა. გინდა დახატო, მე მიყვარს ხატვა. მეც მიყვარს. მე უნდა ვიპოვო ფანქარი. ყოველთვის მაგით ვხატავ. რას ხატავ? რაღაცას. რას? ჩემს სიზმრებს, ხოლო ახლა წადი. ეგთანები გიჟები არიან. როცა მე არ შემიძლია დახატვა, მე თავის თავს ვაზიანებ. დაჩნდება წითელი რძეო, შეხედე. მეგ არ არის რძე, ქალო. გეხვეწები მიმკურნალებ და შეაჩერე წითელი რძე. ეს ხო არ უნდა მივცე პლასტერი. სანტავიკი ქალო გაიკეთე და რაღაცას მოვიფიქრებ. აგე სანტავიკი ხალე. აჰა, საყვარელო. მიდი. მადლობა. შეგიძლია იქ ფანქარი. და ეხლა წადი უნდა დავხატო. მაიცა, ესე რო დავხატო? მაიცა, ესე შემიძლია? არ ვიცი ეხლა რა დავხატო. ანუ ეხლა ეს ჯერ არ დაგვჭირდება. ამასთან თავი უნდა დამეხარა და რაღაცას გააგრძელებ და რაღაცის საუბარს. კარგი, ჩემო ბავშვო, რისთვის მოხვედიო? მოკლედ მივხვდი ეს თამაში როგორ მუშაობს. მე მჭირდება შენი ეს ჯოხი. რა ჯოხი? ჩემს ხმალზე ამბობ და რაც მივიღებ, რაც მოგინდებათ. მომიყვანე ცხენი და ციხე. ესე რო დავხატო შენი ცხენი და ციხე? აი შენი ცხენი და ციხე. ახლა გამოვიდა. აი, ვაიცონა. რა სილამაზია. ის რაც მინდოდა. შეგიძლია იყო ჩემი ხმალი. ის შენია. მადლობა. გვაქვს ახლა. აი, ამაზე მე დავასეივებ ამ თამაშს. შემდეგი ნაწილი თუ გინდა დამიწერეთ კომენტარებში და გადავიღებ. თორე კამერა უკვე მიჯდება. ამას დაგემშვიდობებით. ჩვენ შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნახვამდის.